მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს პროტესტი 52 დღე არის და უკვე 47 დღე არის მთელი საქართველო აპროტესტებს რუსულ რეჟიმს, ითხოვს ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლებას. ხვალ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპროტესტო დღე არის 15 იანვარს 3 საათიდან 6 საათამდე. ყველა ის ბიზნესი სამსახური, რომელიც თანაზიარი არის და სოლიდარული არის ამ პროტესტის მიმართ და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ათასობით ბიზნესი არის და 100,000-ობით ადამიანი ისინი გაიფიცებიან 3 საათით და სამსახურის მოპირდაპირე მხარეს მსგავსი რაღაც უკვე მოხდა, უყურთხოლოდ 1 საათით ხდებოდა ეს და ხვალ უკვე უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს ეს ყველაფერი და იფიცება საქართველო, ასე ქვია ამ ასე ვთქვათ, ღონისძიებას, რომელიც ხვალ გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით დარწმუნებული ვარ. ნამდვილად და მე სანამ ჩვენ პატრა ვიდეო გვინდა რომ გაჩვენოთ, სანამ ვიდეოზე გადავალთ, მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ვთქვა ისიც, რომ დღეს არის ქართული თეატრის დღე. ქართული თეატრის, რომელსაც ძალიან საინტერესო და მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელსაც გავლილი აქვს ძალიან ბევრი ცენზურა, რეპრესიები, არაერთი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი იყო ამ რეპრესიების მსხვერპლი, მათ შორის იყვნენ სცენოგრაფები. ძალიან ბევრს გაუძლო ქართულმა თეატრმა დიდი რეპრესიები ჰქონდა მას, ასე ვთქვათ, საბჭოთა რეჟიმისგან. სამწუხაროდ ის ახლაც გრძელდება, მაგრამ მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ქართული თეატრი აღმოჩნდა ავანგარდში ამ ბრძოლის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ქართული თეატრიც მიიყვანს ბოლომდე და ის ყოველთვის იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, პოლიტიკური აუცილებლად და ის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, თავისუფლებისათვის და დემოკრატიული მომავლისათვის. ახლა კი ვნახოთ ვიდეო და მე წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები. იანვარს 15 საათზე იფიცება საქართველო. შემოგვიერთეთ. კი, ნამდვილად ხვალ 15 საათზე იფიცება საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ფართო მასშტაბიანი გაფიცვა იქნება, თუმცა დღეს თეატრის დღე არის და აღვნიშნე, რომ ვისაუბრეთ ცოტა ოდენი თეატრზე და ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს 17 საათზე დაანონსებული არის, ასე ვთქვათ, თეატრის მარში, რომელიც ახალი თეატრი 19 საათზე ბოდიში ახალ თეატრთან დაიწყება ეს მარში და მივა რუსთაველის თეატრამდე. ამ მარში მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო მსახიობები და რეჟისორები და თეატრის წარმომადგენლები, არამედ ჩვენი მაყურებელი, რომელსაც ჩვენ მე პირადად ძალიან მომენატრა ჩემი მაყურებელი და იმედია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ მარშს. ასე რომ დღეს ახალ თეატრთან 19 საათზე დავიძრებით და მივალთ რუსთაველის თეატრთან. წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები, დღეს ჩვენთან სტუდიაში არიან პატა ციკოლია, რეჟისორი და ანა ბურგენიძე, ღია სივრცის დამფუძნებელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრებისთვის, ჩართოთ გვეყოლებიან კიდე ილია გლონტი ჩაგვერთვება კიდე დაიტოვეს ერთ-ერთი დამფუძნებელი. პატა, თქვენ დავიწყოთ პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანი არის ყოველდღიურად პროტესტი არ ჩერდება, მაგრამ არის გამორჩეული დღეები, სადაც უფრო მეტი ორგანიზებულობა არის რაღაცა ტიპის ღონისძიებები, როგორც მაგალითად ხვალ არის. რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს იფიცება საქართველოს კამპანია? ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისში, ეს ნამდვილი კრიზისია. ჩვენ გვმართავს რეჟიმი, რომლებიც ფაქტობრივად უკვე ღიად გვეუბნებიან პოლიციელების, რაღაცა სპეცდანიშნულების რაზმების, მოსამართლეების და ბევრი კიდევ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების პირით, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება სამართალი, ამ ქვეყანაში იქნება მისი წესები, ვინც უფრო ძლიერია. და გვეუბნებიან უკვე ღიად, რომ ძალა არის ამ ქვეყანაში სამართალი და მორჩა გათავდა წერტილი და რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა თვითონ თავი ახალეთო კედელს, რამდენიც გინდათ იწვალეთო, აი დღეს რაღაცა
რასაც ამბობს ბიძინა, იგივეს ამბობს ერთი უბრალო მანდატური დაუშვათ სადღაც სასამართლოში, გითხარი და მოიცილე დროშაზე ეუბნება. გითხარი და მორჩა. ხო და აი ეს ენა აქვთ რა და აი ეს არის ძალმომრეობის ენა, ეს არის ძალის ენა და გვეუბნებიან, რომ იცი რა, არაფერი თქვენ არ გამოგივათ. დაწყნარდით, დამშვიდდით, დასხედით, იცოდეთ თქვენი ადგილი. ეს ენა პირდაპირ ითარგმნება იმ ენაში, რა ენაშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, რა, ჩაგრულები და მჩაგვრელები, მემამულეები და ყმები, პატრონები და სულ ყველა დანარჩენი. იმათ ყავთ თავისი კარის მოძღვრები, კარის პოეტები, კარის მხატვრები, კარის მუსიკოსები, ან კართან დაახლოების მსურველი ვიღაცა მორიგი დეგენერატები და ყავთ მოკლედ ეს რაღაცა ამალა დგანან მართლა რამდენიმე ადამიანზე მთელი სასამართლო არ არის ისეთი როგორიც ის რამდენიმე მოსამართლე იმ დღეს რომ ისხდნენ და კეიფობდნენ მაგრამ ისინი მართავენ სასამართლოს და ისინი აკეთებენ ამ ბინძურ საქმეს მაგ ბინძურ საქმეში შეკრულები არიან იმიტომ ვერ ამბობენ ვერაფერს როცა გარედან ადამიანი მათ ლანძღავს იმიტომ რომ იციან რომ მორალური თვალსაზრისით წაგებულები არიან და ამიტომ ვერ ამბობენ ვერაფერს თორე არავინ არავის არაფერს არ შეარჩენდა ეგეც ხო ზუსტად იგივე ხდება პოლიციაში ერთი ხარებაა და მისია ეს რაზმი, რომელიც სინამდვილეში ინარჩუნებს ამ რეჟიმს. ანუ, კარგად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის რეჟიმი, რომელსაც უნდა რომ გითხრას, რომ იცი რა არის, მე შენ დაგაჯარიმებ, ციხეში ჩაგსვა, მოსამართლო დაგжжი, დაგჩაგრავ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც მინდა და შენ არაფერი არ გამოგივა, იმიტომ რომ არ გაქვს ძალა, მაგრამ სინამდვილეში მთელი მათი ძალა არის ერთი ხარება, იმიტომ რომ სხვანაირი ძალა მათ არ აქვს სინამდვილეში რა და ამ კანონებს წერენ ახლა და იგონებენ ის რაღაცა მართლა პარლამენტარები, რომლებიც თავი როგორ გვაჩვენეს იქ აბუდაბიში თუ დუბაიში თუ სადღაც ხო ვნახეთ ანუ არც კაცობა აქვთ არაფერი არ აქვთ არც ადამიანობა რაღაცით თავი ხო უნდა გამოიჩინო ხო მაგალითად იმ ვიდეო რომ თავდება ერთი ამბობს რომ ისა ხარო არაკაცი ხარო მიმართავს გაბიტაშვილს ხო და ანუ თუ კაცობაზე მიდგას საქმე ან სიმამაცე უნდა იყოს შენ მხარეს და ან სიმართლე და ორივე ამ კაცის მხარეს არის და რას ემართლებიან ვერ გავიგე ხო აბა სხვანაირი განმარტება ისტორიას არ ახსოვს კაცობის ან მამაცი უნდა იყო ხო ან მართალი როცა ხარ ან ან წესით ორივე ერთად ხო და არაფერი არ გამოდის მოკლედ ახლა ამათგან ესენი სახელმწიფოს ვერ მართავენ გამოცლილი აქვთ ყველანაირი საყრდენი მათ აღარ აქვთ ნდობა საზოგადოების ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან და საზოგადოებაც მათ ძალიან კარგად იცის უბრალოდ საზოგადოება იმასაც ფიქრობს რომ ნდობა საერთოდ არავისი აღარ მაქვს უკვე იმდენი წელია ისე დღეში ჩავცვივდით რომ პერსპექტივა არ მაქვს ან რა უარესი უნდა მოხდეს ან რა უკეთესი უნდა მოხდეს არაფერი აღარ ვიცი და მარტო შეშინებული გაყინულია ერთ ადგილას და არ იცის რა ნაბიჯები გადადგას ეს არის ცალკე კიდე მოსაგვარებელი მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესის საქმე აი საზოგადოებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიურმა საზოგადოებამ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ ყველამ ხო ძალიან ცხადია აქეთ არის რეჟიმი რომელიც გვეუბნება რომ ძალა არის სიმართლე და დამთავრდა ძალა იქნება და მორჩა და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და შევუქმნათ რეჟიმი, ჩვენი რეჟიმი, რომელ რეჟიმშიც იცხოვრებენ ისინი და ეს იქნება საპროტესტო რეჟიმი. არასოდეს აქ არ დადგება ნორმალური ცხოვრება, არც ერთ ეტაპზე, არც ქუჩაში, არც ინსტიტუციებში, არც უნივერსიტეტებში, არც საჯარო ინსტიტუციებში. ფეხის ყველა ნაბიჯზე მათ მოუწევთ, რომ გასცენ პასუხი საზოგადოების სამართლიან კითხვებს. რომ რატომ არ არის სასამართლო სამართლიანი, რატომ არ არის პოლიციელი საზოგადოების სამსახურში, რატომ არ არის საზმაო საზოგადოების სამსახურში, რატომ არ არის სახელმწიფო ადამიანის მხარეს და რატომ არის ძალმომრეობის მხარეს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მათ მოუწევთ ფეხის ყველა ნაბიჯზე. სულ ერთია სად გადავეყრებით, სად გადაგვეყრებიან. ეს იქნება ქუჩაში, ეს იქნება აბუდაბიში, ეს იქნება რომელიმე უნივერსიტეტის კიბეზე, თუ ეს იქნება რაღაცა საჯარო უწყების იმაში რა ქვია, საპირფარეშოში არ აქვს მნიშვნელობა. ფეხის ყველა ნაბიჯზე მათ მოუწევთ, რომ გასცენ პასუხი სამართლიან კითხვებს საზოგადოება რო დაუსვამს. ამ რეჟიმში ვაცხოვრებთ ჩვენ იმ რეჟიმს და ისინი მიხვდებიან, იმათ უკვე იციან და ყველა მიხვდება და ყველამ უკვე იცის. ისინი მიხვდებიან, რომ აღარ წავა არსად, არ გავუტარებთ არის კარგი ფრაზა. არ მივცემთ საშუალებას, რომ თავისი ბოროტი გეგმები განახორციელონ. არ გავუტარებთ, არ გავატარებთ და
ამ რეჟიმში ვაცხოვრებთ. ჩვენ ეს პროტესტის რეჟიმი რო არსებობდეს და წინააღმდეგობა რომ იყოს ხილული, სულ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ყველა სხვა საქმე უნდა გადავდოთ, ვინც აქტიურები ვართ, ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რომ შევინარჩუნოთ პროტესტის რეჟიმი, რომ შევინარჩუნოთ წინააღმდეგობა, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, არ გვეგონოს, რომ იცი რა, თუ დღეს ვერ დასრულდა ყველაფერი, ღმერთო დამთავრდა, ესე არ არის. დრამის კანონი ამბობს, რომ განვითარება საჭირო და განვითარება თუ არის, კულმინაცია აუცილებლად დადგება. და ამას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, შევინარჩუნოთ ის მოქმედებები, რაც უკვე გვაქვს, მოვიგონოთ ახალი მოქმედების ფორმები, გაფიცვა ხვალინდელი გამაფრთხილებელი არის ახალი ფორმა, რომელიც ასევე დაიწყებს განვითარებას დარწმუნებული ვარ. განვითარდეს, იმიტომ ეხლა ინერგება ამ გაფიცვის კულტურას და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და სწორედ ანას მინდა ვკითხო, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გაფიცვის კულტურა რაღაცნაირად მოედოს სრულიად საქართველოს და ასე ვთქვათ, ავითვისოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გვარდება ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებში ამ გაფიცვით და ალბათ ძალიან საინტერესო არის, რომ აი ხელოვნების სფერომ კიდევ რა შეიძლება გააკეთოს იმისთვის, რომ აი ეს გაფიცვის აქტი თუ ეს პროცესი რაღაცნაირად უფრო გასაგები გახდეს საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მე მახსოვს წლების წინ არაერთხელ გამჩენია სურვილი თეატრში გაფიცვის, თუნდაც დაბალი ხელფასის გამო, ან თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო დარბაზში, რომელიც ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მსახიობი, როდესაც სცენაზე დგას, ის უნდა ითამაშოს სპექტაკლი და მას არ აქვს უფლება, რომ რაღაცა იქ აარჩიოს, იმიტომ რომ ის ყველასთვის თამაშობს და ბევრი შემეწინააღმდეგება ამაზე, მაგრამ იყვნენ იქ ადამიანები, ჩემთვის იმდენად მიუღებელი თავისი პოლიტიკური მრწამსით და თავისი, ასე ვთქვათ, ღირსებებით და იმ პროცესებით, რომელიც დამანგრეველი იყო ამ ქვეყნისთვის, რომ მქონდა ამის სურვილი, რომ გავფიცულიყავი და იმ მომენტში მე არ მეთამაშა სპექტაკლში, ან რაღაცა ისეთი მეთქვა, რაც შეიძლება მას, ასე ვთქვათ, არ მოწონებოდა, მაგრამ ხარდაჭერა ძალიან ძნელია ხოლმე, როდესაც არ არის, ასე ვთქვათ, მყისიერი და ხშირად აღმოჩენილ ვარ, ასე ვთქვათ, უხერხულ სიტუაციაში ამის გამო. ამიტომ რა უნდა ქნას ხელოვნებამ, კულტურამ, თეატრმა, რომ რაღაცნაირად გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, შევიგრძნოთ და გავაცოცხლოთ და ვაარსებოთ ამ გაფიცვას, იმიტომ რომ სამომავლოდ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, მათთვისაც მაგალითი უნდა იყოს და საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის, რომ პატარა რაღაცა უნდა გააპროტესტო, რომ არ მივხვიდე აი ამ მდგომარეობამდე, როგორც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგესალმებით. მე მგონია, რომ გაფიცვა საერთოდ არის ძალიან კარგი მეთოდი ხელისუფლებებს გაახსენო რაღაცეები, მნიშვნელობები მაგალითად რა. იმიტომ რომ აი თუნდაც საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, ხო, ეხლა და ამ წუთას რატოა მნიშვნელოვანი გაფიცვა? ხელისუფლება რატონითაც ელაპარაკება მოქალაქეებს? არალეგიტიმური ხელისუფლება, ხო? და ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ჩვენ უკვე დაახლოებით ბოლო 4 წელია ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდა. რატომითაც გველაპარაკებიან, რა სიტყვებითაც მოგვიხსენიებენ, როგორც გვესაუბრებიან, ხო, საერთოდ. მათ აქვთ მე მგონი წარმოდგენა, რაც პაატამ თქვა. ხო? ეგეც წარმოდგენა აქვს, რომ აქ არის ბიძინა ივანიშვილის შპს გახსნილი. გვაცხოვრებენ უბრალოდ ქვეყანაში და გვაძლევენ უფლებას, რომ აქ ვიაროთ და ვიარსებოთ. მაგრამ სინამდვილეში სხვა ესე არ არის. სინამდვილეში ამ აქციებში, პროტესტში ჩართული ადამიანები ამ ქვეყანაში არიან რაღაც მთავარი გამწევი ძალა, ესე ვიტყოდი რა, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის ეკონომიკა, მანამ სანამ ამ ქვეყანაში მდიდრდებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ამ ქვეყანას მიათრევდა და მართლა რაღაცა წიმწევდა ეს ადამიანები, რომელიც ძალიან დიდ ინტელექტუალურ რესურსს დებდნენ, ხო, ამ ქვეყანაში. ალბათ რის გამოც მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე არის ამის ჩვენება. სინამდვილეში ეს ხალხია, ვის გარეშეც ეს ქვეყანა ვერ იარსებებს, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ეს აქ არავითარი შპს არ არის, ეს სახელმწიფო და ან იქნება ისე როგორც უნდა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ან არ იქნება არაფერი, იმიტომ რომ ვერ იქნება სხვანაირად. იმიტომ რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მე ვფიქრობ აღარ არიან უბრალოდ თანახმა არსებობა, რომ აი უბრალოდ იარსებონ, ხო, ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ სხვა სურვილები, მათ უნდათ განათლება, ღირსეული ცხოვრება, კულტურა და ასე შემდეგ, ხო და ასე რომ აი გაფიცვა ძალიან კარგი საშუალება იქნება ხვალ ამის საჩვენებლად რამდენი ვართ მათთვის და მე ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავინახოთ. მათ დაგვინახონ და ჩვენც დავინახოთ ერთმანეთი, რამდენ ადამიანს გვესმის ამ ქვეყანაში, რამდენ ადამიანს გძნობთ პასუხისმგებლობას
რამდენი ადამიანები ვართ სოლიდარულები და რამდენი ადამიანს გვინდა საკუთარი კონსტიტუციის დაცვა. ხო, მე მგონი ეს რამე ხვარიყა რაც გავიგე. კი, იცით რა არის განსხვავებით წინა გაფიცვიდან რომელთანაც ასევე საკმაოდ მასშტაბური იყო ჩემი ერთი ინდივიდის შეფასებით, თუ რაღაც ვაყვირდებოდი სოციალურ ქსელშიც და ტელემედიაშიც, სადაც ბევრი ადამიანი გამოვიდა მართლა იმის ფონზე, რომ პირველად გაკეთდა ეგეთი რაღაც. ერთ საათიან გაფიცვაზე ვამბობ. უბრალოდ მაშინ განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა საფრთხე ამ ადამიანებს და უკვე ვიხილეთ მაგ საფრთხის შედეგები, რა ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, განსაკუთრებით საჯარო სამსახურებიდან. თუმცა ხვალინდელი ღონისძიება განსხვავდება იმით, რომ ძალიან ბევრი კომპანიისგან ძალიან ხმამაღალი განცხადება ვიხილეთ, სადაც მათ თქვეს, რომ ასეთ ადამიანებს პირიქით ხელს შეუწყობენ და ასე ვთქვათ, მონაწილეები, სოლიდარული და თანაზიარები იქნებიან ამ პროცესის. არ მაქვს ახლა იმის ილუზია, რომ საჯარო სამსახურებში თითქოს რაღაცა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ეს რომ ბიზნესი და კერძო კომპანიები ამას გვერდში უდგანან ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რა განსხვავება შეიძლება იყოს იმ პირველი გაფიცვიდან ხვალინდელ გაფიცვამდე? რა იყო და რა არის ხვალ, რა განსხვავებაა ეს? მე ვფიქრობ საფრთხე ალბათ ეს ბიზნესები რაღაც ცალკე ხო არ ცხოვრობენ, ამ ქვეყანაში მუშაობენ და საფრთხე როგორც ინდივიდუალური არსებობს კონკრეტულად ჩემთვის ალბათ 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო ძლიერი არსებობს ბიზნესისთვის და ხო ალბათ ეს რაც უფრო დროში იწყება პროცესი, მაგრამ უფრო ცხადი ხდება სინამდვილეში. შეიძლება ქუჩაში აღარ არის ესეთი თქვა სისხლის ღრა მოწყობილი თუ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებები მიმდინარეობს და განახლდა. ამის მიუხედავად პროტესტი არ ჩერდება და ცხადია რომ არც გაჩერდება, ხო? პატა აუცილებლად უფრო აქტიურდება პროცესი სინამდვილეში. ბიზნესთან დაკავშირებით, რომლის პროტესტში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესისთვის და გუშინ თქვენ გქონდათ შეხვედრები ბანკის, ასე ვთქვათ, რა ქვია მათ, ბანკის ხელმძღვანელობასთან და საინტერესო არის რა შტაბ-შტილებებით გამოხვედით იქიდან. ბიზნესებისთვის ძალიან მწვავედ დგას დღეს საკითხი და ამას ყველა მცირეც საშუალოც დიდიც უყველა ამას გრძნობს და თუ აქ დადგა ის რეჟიმი და ის ბოროტება და მძალმომრეობა, რომლისკენაც ესენი ყველას მიგვაქანებენ, ხო და უკვე უნდათ რომ ეს ყველაფერი გაგვიფორმონ აქ და ჩვეულებრივ ცხოვრებად აქციონ. სინამდვილეში რაც კი აქამდე გეგმები ქონიათ ბიზნესებს, ხო, მიუხედავად იმისა, რა ზომის არის, რაც კი აქამდე ინვესტიციები განუხორციელებიათ, რა ინვესტიციებშიც ამ წუთას არიან, სულ ყველაფერი ჩაიხერგება და ჩაინგრევა. არაფერი უკან მათ არ დაუბრუნდებათ, ყველა მათი გეგმა ცეცხლს მიეცემა და ძალიან კარგად აცნობიერებენ ამას. თუ კი რაღაცა ნაბიჯს ვერ დგამენ, განსაკუთრებით დიდი ბიზნესები, ისევ იმის შიში აქვთ, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი და პირველი მსხვერპლი თვითონ არ გახდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მსხვერპლი იქნება ყველა, აბსოლუტურად და განსაკუთრებით დიდი ბიზნესები, იმიტომ რომ თუ აქ დადგა ეგეთი ბოროტი რეჟიმი, ხო, როგორც ვიცით ხოლმე ჯუნგლების კანონით, იმ ჯუნგლებში მერე ერთი ან ორი იმარჯვებს და ყველა დანარჩენს ძლიერს გადასანსლავს და შეჭამს. ბოდიში პატა უნდა გაგაწყვეტინოთ, პრესკონფერენცია უნდა გაუშვოთ. არა, მზია მაღლობელს შეუφარდეს წინასწარი პატიმრობა, რომელსაც ახლა მიმდინარეობს და პროცესი. წარმოუდგენელი. დაკავების შემდეგ უკვე იმყოფებოდა ორი ადვოკატი. თქვენ არა, 3 საათი ვერ შევიდა ბატონო ვლადიმერ. ჩვენ იქ ვიყავით მთელი ხამის განმავლობაში და 3 საათის განმავლობაში ვერ შევიდა ადვოკატი. არა, თქვენ ამას უფლებადამცველებით საუბრობდნენ დღეს სასამართლოზე, უფლებადამცველების მე ამაზე გაგეცით ხალხი. ამას ძალიან კითხვების განადგურება. ჩვენ ხშირად ვაშუქებთ აქ პროცესებს ძალიან ზომედად გაუპატიურებაზე, კვლევობებზე, ზუსტად იგივე არგუმენტები. აბსოლუტურად შაბლონურად, როგორც გაუპატიურებაზე და მკვლელობაზე ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს. გავიგეთ თქვენი შეკითხვა. პატიმრობაში დატოვება. გავიგეთ თქვენი შეკითხვა. ასევე მოითხოვეთ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. გავიგეთ თქვენი შეკითხვა. ხე იყო მზია ამაღლობელის მხრიდან. პირველი დავიწყე. მაშინ როცა გასაგები. მოდი გიპასუხებთ. თანმიმდევრობას მიუყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს. თქვენ მოისმინეთ სასამართლომ რა გაიზიარა. სასამართლომ გაიზიარა შემდეგი, რომ მას შემდეგ რაც 11 იანვარს
საღამოს საათებში, როცა დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესი, ის გამოვიდა რა პოლიციის დაწესებულებიდან. ხელწერილი და მან ხელწერილი დაწერა საუბარია ბრალდებულზე. რამდენიმე წუთში ის უკვე პოლიციელზე თავდასხმას ახდენს. პოლიციელზე თავდასხმა ამას წინასწარ რა გარემოებები უძღოდა წინ ხო ამბობდა უფლება დამცველები. ოფში 100-ია მითითებული, დიახ, 100 არის მითითებული. ვაჩვენოთ ხმაური, გამოდი გამომყევი ხმაური ვაჩვენოთ. მათი არა. გამოაქვს ზია ამახობენისთვის. ჩვენ ხალხს დავინახოთ. სხვა ქვეყნებში. ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითად რა შეეხება პოლიციაზე თავდასხმას, ისჯება და არის მძიმე დანაშაული. ჩვენ ვიცით რომ ყოველგვარი მიზეზი რაც ჩვენ დავინახეთ, ეს იყო შურისძიება პოლიციის სახალხო სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან თავისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესი დააკავა 1 საათით ადრე და შესაბამისად ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა, თავს დაესხა. ეს ქმედება კვალიფიცირდება თავდასხმად. თავდასხმა მე მოვიყვან ერთ მაგალითს, რომელიც შეერთებულ შტატებში არის, პოლიციელზე თავდასხმა. სამი კატეგორია. არავინ აჩვენებები, პროკურორები, მოსამართლეები, ეს რას ნიშნავს? ვისაც ასანქცირებენ დემოკრატიულ სამყაროში? დიქტატურის ადარებენ. დიქტატურას ასანქცირებენ. ეს დიქტატურაა, ხალხო. გავიაზროთ, მთლიანობაში დავინახოთ სურათი და მივხვდეთ, რომ დიქტატურის წინაშე რომ ვიცათ, ბატონო მამუკა, რომ ვიცრათ, რამდენი აუცილებლობას წარმოადგენდა ზიანმოყრობელის პატრონობაში დატოვება თანამდებობის ივანიშვილის ხელის ბიჭები. ფორმალურად რაღაც მოსამართლე, ფორმალურად პროკურორი და ასე შემდეგ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც საქართველოს იპარავს და დამოუკიდებელ ადამიანს ცდილობს მოაცილოს. ეს არ ხალხს არ გააჩერებს, ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს. თავისუფლება, მზია, სოლიდარობა ყველა პოლიტიკას ეს ხალხი გამოვა და ეს არის მორიგი დასასრული. ამ რეჟიმის კიდე მორიგი ქვა, რომ დასრულებიან საბოლოოდ. ძალიან დიდი მადლობა. გელას რო გავესაუბროთ, გელა თან მითხარი მესმის რომ მუშაობდა იქ მაგრამ ლავასოღლის კაცი, ლავასოღლის. აი ამაზია გებუაძე. ამაზია საუბარი და დავინახოთ ეს პრობლემა. ნუ შევდივარ. რაც მოსალოდნელი იყო. განასხვა რამეს ველოდით რა. ივანიშვილს აქვს დიქტატურა, მზია არის პირველი მსხვერპლი ქართული მედიიდან, რუსული რეჟიმის ასე ფართო დამოქმედების შემდეგ დააპატიმრეს პროკურორი. ეს პროკურორი, ეს ვინ არის საერთოდ? ამტკიცებდა რომ მზია არის რეციდივისტი, ვინმე დაიჯერებს მაგას, მაგრამ ყველაფერი ჯიბეში აქვს ჩასული და დაიჭირეს წაიყვანეს. ძალიან დიდი მადლობა სასამართლო დარბაზში კიდევ გავესაუბრები ჟურნალისტებს, რომლებიც აქ იმყოფებიან რომ რა მოხდა დღეს სასამართლო პროცესზე, როგორ შეფასება შეგიძლიათ გაუკეთოთ? ამას შეფასებაც აღარ ჭირდება, ეს ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ აი ზედმეტია ნებისმიერი სიტყვის თქმა, ეს არის გაფორმებული დიქტატურა. რაც უნდა ამას თქმა, ეს არის სახეზე. ეს არის წარმოუდგენელი, რომ დღეს მზია ამაღლობელი უნდა 2 თვიან პარლამენტის დაკავებაში მოსამართლის განმარტებას როგორ შეეფასებთ? შეფასებაც არ უნდა ამას, ყველაფერი ძალიან ნათელია. აბსოლუტურად არაფერს არ ჭირდება შეფასება რომ ითხრათ რა მოხდა დღეს სასამართლო პროცესზე? რა მოხდა და ბიძინა ივანიშვილის ბრძანების აღსრულება, არავით არის სასამართლოსთან მართლმსაჯულებასთან ამ პროცესს კავშირი არ ჰქონია. აი ეს პროკურორები ფაქტია რომ ზე არის რეჟიმის მსხვერპლი. აი იქეთა პირადად ოჯახის პროკურორია, აი ესა. ეს არის ალეყოვ ივანიშვილის ლიჩნი პროკურორი, აი აქეთა. აი ეს მართალი გითხრა ძალიან მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, ძალიან ბევრი დაზარალებული და არ ვიცით დაკავებულები და რეჟიმს ყავს, რუსულ რეჟიმს ყავს პატიმარი მზია ამაღლობელის სახით, ქალი რომელმაც შექმნა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და რეპუტაციულად მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალება
დღეს არის დაპატიმრებული. მისი არანაირი საჭიროება პატიმრობაში დატოვების არ არსებობდა აბსოლუტურად, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო რეჟიმის, ეს იყო რუსული გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მადლობა. შევეცდებით რომ კიდე გავესაუბროთ ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომათა დარბაზში იყვნენ. 11 საათზე დაიწყო პროცესი და სულ რამდენიმე წუთია რა გადაწყვეტილება გამოცხადდა მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამას ბუნებრივია. ამ გადაწყვეტილებას ხმაური და დაძაბულობა მოყვა სასამართლო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ მზია ამაღლობლის კოლეგები, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული მასმედიის წარმომადგენლები. საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეხლა გრძელდება. აქ არიან მოსული რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ყველა ის ადამიანი, ვინც რუსულ რეჟიმს ებრძვის წლებია. ისინი ბუნებრივია აღიარებენ, რომ ეს იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და მასმედიის ჩახშობის სურვილი ხელისუფლების მხრიდან. სალომე, პირდაპირ ეთერში ვართ, გადაწყვეტილება როგორ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ? გამარჯობა. მართლა გითხრათ, მე არ მქონდა ბევრისგან განსხვავებით მოლოდინი, რომ გაათავისუფლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ადვოკატებმა ბრწყინვალედ გაართვეს დაცვას თავი, მაგრამ მე მგონია, რომ ამ პროცესის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, როგორც კი მოხდა მზიას დაკავება და ამიტომ სიმართლე გითხრათ ეს შედეგი არ გამკვირვებია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ზვიად, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ მითხრათ თქვენი კომენტარი და შეფასება, საკმაოდ ხმაურიანი სხდომა იყო. რა მოხდა დღეს, რა ხაზი გააგრძელა? სხდომა არ იყო ხმაურიანი, სხდომის ფინალი იყო ხმაურიანი, იმიტომ რომ მოსამართლე რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზია ამაღლობელი ორთვიანი პატიმრობით გაუშვას საპრობილეში, დაუტოვოს მას საპრობილეს აშელი. ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, რეაქცია საზოგადოების და ძალიან სწორი რეაქცია, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ დღეს მოქალაქეები, რომლებიც ასეთი შეშველი ხელით განან დიქტატურის პირისპირ, ასე მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმას, რომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ პოლიციურმა სისტემამ, რატომ მიიღო ამ დიქტატურამ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საპატიმროში ჩაესვათ მზია ამაღლობელი. ყვიროდა ხო ეს დგებუაძეს გაუგებარი უსახური პოლიციის მაისტერი ბათუმის, რომელიც არის ლავასოღლის მარჯვენა ხელი. რა ყვიროდა იმას, რომ სისხლით უნდა გაუშვათ ეს ადამიანი. მას განზრახვა ჰქონდა. ის იმიტომ მოვიდა იქ, რომ მას დაეჭირა მზია ამაღლობელი. მე პროცესის დაწყებამდეც გითხარ და ახლაც იგივეს ვამბობ, მზია ამაღლობელი იმიტომ ზის საპრობილეში, რომ მზია ამაღლობელია. და ძალიან კარგად იცის ამ მოსამართლემაც, ამ პროკურორმაც, რომელიც ივანიშვილების ოჯახის პირადი პროკურორია, ხო? ეს თურმანიც ძალიან კარგად იციან მათ, რომ გადაწყვეტილებას იმიტომ კი არ იღებენ, რომ მზია ამაღლობელმა რაიმე დანაშაული ჩაიდიდა. იმიტომ იღებენ, რომ მზია ამაღლობელია და ნებისმიერ ჟურნალისტს, ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ მოქალაქეს უგზავნიან ამის შეტყობინებას, რომ ყველას დავიჭერთ. აი ეს არის ამ გადაწყვეტილების მთელი სულისკვეთება და ამას მე მიმაჩნია, რომ საზოგადოება უნდა დაფიქრდეს უკვე იმაზე და არ დაიწყოს რაღაცა გაუგებარ კაზუისტიკაზე მსჯელობა, რომ აი აქ ხო არ იყო პატარა გადაცდომა, იქ ხო არ იყო, ჩვენ უნდა შევხედოთ სურაზად დავინახოთ, რომ დიქტატურა უკვე გადმოვიდა შეტევაზე, ეს არის დიქტატურის რეაქცია და ის მივა ყველა ადამიანთან, ყველა მოქალაქესთან და მოკლავს თავისუფლებას ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. აი ამ როგორც გითხარით, ზუსტად 11 საათზე დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სხდომა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ საკმაოდ კარგი არგუმენტები წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იყოს დაპატიმრებული და ციხეში გაშვებული ჟურნალისტი, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარეს არგუმენტები არ გაითვალისწინა
თვალისწინა, მან პროკურატურას დაუჯერა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში გაუშვა, რაც შეეხება ბათუმის საქალაქოს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას. ამ დროისათვის კვლავ შეკრებილები არიან აქ საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც 48 დღეა აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს, ისინი ადგილზე რჩებიან და აპროტესტებენ დღეს ბათუმის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კი ძალიან ძიმე მოსასმენი არის რაც ხდება ეხლა ბათუმში. კიდე ერთი ტყვე, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის კიდე ჩვენ სამწუხაროდ უცბად უნდა გადავიდეთ პრესკონფერენცია რეჟიმის ტყვეების, შობლების და ოჯახის წევრების. ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს, დააპატიმრეს, ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და პატივიც. საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლის დასაცავად პროტესტზე გამოსული 100,000-ობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით. ჩვენი შვილების უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ახალი არჩევნებისათვის და დემოკრატიისათვის. როდესაც ჩვენს ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა მძევლად ყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, საქართველო გვეკუთვნის ჩვენ. თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს. 15 იანვარს იფიცება სრულიად საქართველო. ჩვენი მოწოდებაა ბიზნესისადმი, მეწარმეებისადმი, სრულიად საქართველოსადმი, სხვადასხვა დაწესებულებებისადმი, რომ ხვალ 15 საათზე ყველა მერთობლივად შევწყვიტოთ მუშაობა და საერთო სახალხო გაფიცვა განვახორციელოთ. ეს არის ერთადერთი სწორი, მშვიდობიანი ამავდროულად და ძალიან მაღალი ხარისხის პროტესტის ფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მოგიწოდებთ ყველას მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით. ხვალეთ 15 საათიდან 3 საათის განმავლობაში ყველა გამოვიდეთ ქუჩაში საკუთარი სამუშაოებისა და სამსახურების წინ და ამ ფორმით გამოუხატოთ პროტესტი არსებულ რეჟიმს. მადლობა ყურადღებისთვის. ეს ზურა ცეცხლაძე იყო, ზვია ცეცხლაძის მამა და ის პრესკონფერენცია დაკავებული რეჟიმის ტყვეების, მშობლების და ოჯახის წევრების. უწოდებენ ხვალ რომ რაღაცნაირად ისე მოხდეს, რომ ეს გაფიცვა იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, იმიტომ რომ ყოველ ფაქტიურად ისე რაც ნახეთ ამაღლობელი სიტუაციაში რაღაცნაირად პირდაპირ რუსული სცენარი გადმოდის და რაღაცნაირად კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, რეჟიმის ტყვე შეემატა. მორიგი ტყვეც ის უკვე ისეთია, რომ რაღაცნაირად თითქოს ყური და თვალი მიეჩვია, მაგრამ არაფრით არ უნდა მოხდეს ამის ნორმალიზება და ძალიან კარგად ეს რაც ახლა მოხდა ბათუმში, ან ძალიან ნათელი და მკაფიო გზავნილია ხელისუფლების, რომ აქ რაღაცა ცოტა რეპრესიები ან რაღაცა ცოტა არა მორჩა რაღაცა დემოკრატიობანას თამაშიო, ამით ამბობს ხელისუფლება და პირდაპირ ავიღებ ადამიანს, ხალი იქნება, კაცი იქნება, არანაირი მნიშვნელობა აქვს, გადავწყვეტ ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, მინდა აკვედონიზებას ორთვიან შეუფარდებ, მინდა 9 თვე ვაყურყუტებ ციხეში ისე რომ გამოძიება არ წავა. ანუ მზია ამაღლობელი შემთხვევაში ხო რა იყოს სტანდარტი არის რომ რაღაც განმეორებითი დანაშაული არ ჩაიდინოს, არ მიემალოს და ასე ვთქვათ რაღაც ხელი არ შეუშალოს საგამოძიებო მოქმედებებს სანამ მიმდინარეობს ძიება. ამ პროკურატურა მოითხოვა რომ ეს ადამიანი იყოს ციხეში, იმიტომ რომ ან ჩაიდენს კიდე ხელახლა დანაშაულს, ან მტკიცებულებებს გაანადგურებს, ან გაიქცევა ქვეყნიდან. ანუ სასაცილო აღარ არის იურიდიული ენით საუბრობთ, რომ მათ არ აინტერესებთ აბსოლუტურად. საერთოდ არანაირი წესი და კანონი მათ არ აინტერესებთ, რაზეა ლაპარაკი პოლიციელი შეურაცხყოფის გამო ედავებიან ჟურნალისტს და თავგატეხილი ნაწამები ადამიანები ყავს ამდენი ასობით ადამიანი, რომლებსაც მძიმე მოტეხილობები აქვს და ერთი ადამიანი არ არის გამოვლენი და არ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, ნიღბის ქვეშ იბარებიან. რაზე ვსაუბრობთ, რა კანონებზე ვსაუბრობთ საერთოდ? ილია ღლონტი ყავს ჩართვით, რომელიც ბათუმიდან გვერდება, ხვალინდელ გაფიცვასთან დაკავშირებით უნდა გვესაუბრო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ილო გესმის ჩვენი ხმა? ილო გესმის ჩვენი ხმა? ილო მესმის ამ დონეზე მესმის. ილო ჩვენ ახლა ხვალინდელ გაფიცვაზე უნდა გვესაუბრო, მაგრამ მზია ამაღლობელის შესახებ შევიტყვეთ, რომ მას აკვეთიღორის ძიება შეეფარდა. არ ვიცი იმყოფებოდი თუ არა პროცესზე, რომ ხვალინდელი გაფიცვა მნიშვნელოვანი. კი, მაგრამ ცალსახად მაგით დავასრულებ ცხადი, მაგრამ ნუ სასამართლოსთან არის და მინდა რომ ილომ მოგიყვეს პროცესის შესახებ თუ ესწრებოდა.
ილო გესმის ჩვენი მანქანას გავაყოლოთ ეს რეჟიმი. მოგესალმებით პირველ რიგში, ეხლა ვართ ჩვენ სასამართლოსთან, სადაც მზია ამაღლობელის საქმე განხილვა დასრულდა. მზია ამაღლობელი დატოვეს პატიმრობაში, პირველ რიგში ამ თემით დავიწყებ. ხო, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს მზია ამაღლობელი, რაც რა თქმა უნდა ეს არის რეჟიმის მორიგი რეპრესია და რეჟიმის მორიგი მსხვერპლია მზია ამაღლობელი. მათი სტრატეგია არის, ეხლა მე როგორც ხვდები, რომ ყველა აქტიური ადამიანი, ვინც არის აქციებზე და ყველაზე ესე ვთქვათ აქტიურები დაიჭირონ და ამით რაღაცნაირად მუხტი შეამცირონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ რა ამათ რა ძალიან ძიმე სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში ბათუმშიც ვიხილეთ, აი ძალიან რთული და სრულიად არალეგიტიმური მათ შორის სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს აბსოლუტურად სრულ ჩვენებებზე და მხოლოდ კონკრეტული პირების კარნახით. ილო, ხვალინდელ გაფიცვაზე მინდა გკითხო, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ხვალ, სადაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. შეშინებული ხალხის ნაცვლად ისინი დარწმუნებული ვარ მიიღებენ ძალიან ბევრ აფორიაქებულ და ასე ვთქვათ გაბრაზებულ ადამიანებს ხვალ გაფიცვის სახით ქუჩებში. კი, აუცილებლად ხვალ 3 საათზე ყველა ადამიანს, ვინც დასაქმებულია კერძო სექტორში, ექნება შესაძლებლობა სოლიდარობა გამოუცხადოს პროტესტს და 3 საათიდან დახუროს თავისი სამსახურის კარი და გამოვიდეს გარეთ პროტესტის ნიშნად. ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა. ბევრი კომპანია, როგორც ხედავთ, უკვე ჩართულია პროცესში და გამოხატეს მზაობა ყველამ სხვადასხვანაირად რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ეგ მნიშვნელოვანია თუნდაც რომელიმე კომპანია, რომელიც მცირე პერიოდით ერთვება ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პროტესტი, ეს არის ჩვენი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს რეპრესიების პირდაპირ მსხვერპლია. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწოდებ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს პროტესტი ადარდებს, ვინც თulis რომ უნდა ამ სახელმწიფოში ბოლო-ბოლო ოდესღაც კონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, წესიერი ხელისუფლება, რომ ხალხის და ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს, კონდეს გამოხატვის თავისუფლება, გთხოვთ ყველას, ხვალ 3 საათზე დახუროთ თქვენი სამსახურის კარი, გამოხვიდეთ გარეთ, ხო ეს მხოლოდ 3 საათია და გააფრთხილოთ და გაუგზავნოთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას კონკრეტული მესიჯი, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ იმ პროტესტის, რაც ქვეყანაში ხდება. მნიშვნელოვანი რატომ არის ეს? მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მხოლოდ ეს მარშები, მხოლოდ აქციები არ არის, ასევე არის უზარმაზარი რაოდენობა ადამიანების კერძო სექტორში, რომელიც უერთდება ამ პროტესტს და ნამდვილად დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გზაგასაყარზე კი არა, ჩვენ უკვე ვართ ტოტალიტარიზმში, ჩვენ ვართ დაწერილი სასამართლოების და რეპრესიების რეჟიმში და ძალიან გთხოვთ ყველას, მოგიწოდეთ, მე შეიძლება ეხლა ცოტა ემოციური ვარ, იმიტომ რომ გუშინდელი და დღევანდელი ის მე ჩემი თვალით დაგუყურებ, ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ყველანაირ ნორმალურ სახელმწიფოსთან შეუთავსებელი და ამიტომ გთხოვთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ და ვინც ხართ პროტესტის თანაზიარი, ხვალ 3 საათზე შეუერთეთ საყოველთაო გაფიცვას. დიდი მადლობა, ილო, დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებ. დიდი მადლობა. პატა, უნდა გადმოვიდე ისევ შენთან რაღაცნაირად ვერ მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, საუბარი და ვფიქრობ, რომ რადგან საუბრობდით, ეს იყო ბიზნესის გაფიცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ ბანკებთან შეხვედრაც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის რაღაცნაირად სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს და ბევრმა შეიცვალოს პოზიცია ან ჩაერთოს ამ გაფიცვაში. როგორ განვითარდა მოვლენები მას მერე რაც შეხვდით ამ ბანკების ხელმძღვანელებს? გუშინ ვიყავით მისული საქართველოს ბანკში 12 საათზე და 3 საათზე ვიყავით მისულები TBC ბანკში. ჩვენ ვახლდით ლიკა გუნცაძეს, ანდრო ჭიჭინაძის დედას, დაპატიმრებული, ერთ-ერთი და უკან დაპატიმრებული ადამიანის ახალგაზრდასი, მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედას, რომელიც კონკრეტული თხოვნით მივიდა ორივე ბანკში და შეხვდა ორივე ბანკის ხელმძღვანელობას. თხოვნა იყო ასეთი. ხვალ 15-ში იმ 3 საათიანი გაფიცვის დროს თუ მისი შვილის და მისი შვილის მსგავსების მხარდასაჭერად ან დიდი ბანკების თანამშრომლები გადაწყვეტდნენ, რომ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია, მივიდა თხოვნით, რომ მათგან მიეღო პირობა, რომ არ დაისჯებოდა არავინ ასეთი პოზიციის გამოხატვისთვის. საქართველოს ბანკში პირდაპირ გითხრეს, რომ აქ უკვე დამკვიდრებულია
და ეს არის ფაქტი, რომ ადამიანები სამოქალაქო პოზიციის გამო და გამოხატვის უფლების გამოყენების გამო არ ისჯებიან და ცხადია არც დაისჯებიანო. ანუ ესე იგი არ დაისჯება არავინო. მაგრამ ბანკის ფუნქციონირება, მუშაობა არ უნდა შეწყდესო. ბანკის სასიცოცხლო ფუნქციონირება, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პროცესები რაც არის, ეს ჩვენზე უკეთ იციან თვითონ თანამშრომლებმა. ხო და თანამშრომლებს რომ არ დასჯიან, ამისი პირობაა მივიღეთ ჩვენ. გამოვედით გარეთ და ვთქვით, რომ დავპირდნენ ამტკიცებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უპირობოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომელსაც ბანკი იცავდა და დაიცავს. და ამიტომ თანამშრომლებს მე შემიძლია ვუთხრა, გუშინაც იქიდან თქვით, რომ ეს პირობა დადეს და შესაბამისად ამ პირობას ისინი აღასრულებენ, ვალდებულები არიან, რომ აღასრულონ ეს პირობა და მერე განცხადებაც გაავრცელეს. TBC ბანკში ჩემი შეფასებით ბევრად უფრო იოლი იყო საუბარი, მაგრამ TBC ბანკმა პირდაპირ გითხრა, რომ ისინი ბევრად უფრო მკაფიოდ, რომ ისინი თავის თანამშრომლებს ცხადია ვერ მოუწოდებენ რომ გაიფიცონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არავის დავსჯითო, ეს არის მკაფიოდ ნათქვამი, მათ განცხადებებშიც არის ეს მკაფიოდ ნათქვამი, რომ გამოხატვის უფლების გამოყენებაში აბსოლუტურად თავისუფლები არიან თანამშრომლები და შიდა კომუნიკაციაც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება იგივე. ხო და მივმართავ ბანკებში დასაქმებულ ადამიანებს, თუ კი შიდა კომუნიკაციაში სხვა რამე სიტყვიან ბანკის ხელმძღვანელობები, ვიდრე ჩვენ გვითხრეს იქ შეხვედრას და ვიდრე პირობა მისცეს პატიმრის დედას, ხო? ეგ ამბავი აუცილებლად უნდა გახდეს ლაპარაკის მიზეზი, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთ პირობას ამბობდე აქ და იმ პირობას არ აღასრულებდე მერე. განცხადებაც ვნახეთ და ხვალ უკვე დადგება ფაქტი. თქვენ ჩვენივრად იცით რა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი და ვინც იცით რომ თქვენი თუ შეწყვეთ მუშაობას ეს არ დააყენებს ბანკის სასიცოცხლო პროცესებს საფრთხის ქვეშ ხო სრული უფლება გაქვთ რომ მიმართოთ თქვენს უშუალო მენეჯმენტს და უთხრათ რომ მე მინდა გამოვიყენო ეს უფლება ამისი წერილობითი და სიტყვიერი თანხმობა აგერ უკვე მიღებულია ვერავინ ვერ დაგსჯით და გამოიყენეთ ეს უფლება და დაიცავით პატიმრების უფლებები პატიმრების დედების მშობლების თხოვნით აგერ ვნახეთ ჩვენ ეს ბრიფინგი და მივმართავ ყველა დასაქმებულს და ყველა დამსაქმებელს. მიბაძეთ აი ამ შემთხვევას. აი იყოს ეს მაგალითი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჩვენება, რომ ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს სამართლიანი სახელმწიფო. რომ აი ესეთი უხეში ძალა მე გადაცემის დასაწყისში რო დავიწყე ლაპარაკი, ხო? ანუ სულ ერთია მათთვის ეგ თქვენი კანონი, რა წერია კანონში. ესენი ამბობენ, რომ არა, ჩემ ხელშია ეს ყველაფერი და რასაც მინდა იმას ვიზამ და შენ ერთადერთი არჩევანი გაქვს. იყო ჩუმად და დაემორჩილო. სხვა არჩევანი არ გაქვს. არ გექნება შენ თავისუფალი სახელმწიფო, არ იქნები თავისუფალი მოქალაქე. ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბანკებში და კიდევ უარესი შემთხვევებია, როცა დასაქმებულები არიან პატარა ქსელებში მაინც, ან ისეთ სამსახურებში, რომელიც არის მათი ყოველდღიური რუტინა. ჩვენ ყველა ამ ყოველდღიურ რუტინაში რო ვართ ჩაბმულები და არანაირი პერსპექტივა წინ რომ არ გვესახება, არავითარი პერსპექტივა განვითარების და მარტო იმაზე ვფიქრობთ, რომ ახლა დილით მივარ, მე საღამოს წამოვალ, არანაირი ცხოვრება არც სოციალური, არც კულტურული ფაქტობრივად რომ არ მაქვს, ხო? მარტო რაღაცა სხვისი ნასუფრალიდან თუ რამით ვიკვებები, ხო? აი ამ უპერსპექტივობას წერტილი უნდა დაუსვათ. და ამ პერსპექტივობას წერტილი შეგვიძლია დაუსვათ სოლიდარობის გამოხატვით, რომ გვინდა სამართლიანი სახელმწიფო და არ ვართ თანახმა, არ დავუხრით თავს, არ ვიქნებით ყაბულს, რომ ძალა გვმართავდეს, უხეში ძალა და რაც უნდათ ისაკეთონ მათ და ჩვენ თუ კი ვინმე ხმას ამოიღებს, ყველას უშვებდნენ ციხეში. არა ვართ ამაზე ყაბულს და ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ძალიან მარტივად. სოლიდარობა არის პასუხი. სათითაოდ რომ ერთ ადამიანს რო უწევს ბრძოლა და შეხლა იქ პოლიციასთან და მოსამართლესთან იმას იჭერენ, მაგრამ როცა ჩვენ ვართ ერთად და ვართ სოლიდარულები, ვერაფერს ვეღარ შვებიან. ამიტომ ხვალ გამაფრთხილებელი გაფიცვა, გამოიყენეთ ეს შანსი, თუ გინდათ რომ რაღაცა პერსპექტივა გაჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში და ვძლიოთ ეს მართლა დაჩაგრული ყოფა, გამოიყენეთ ეს შანსი, ვაჩვენოთ რომ ვართ სოლიდარულები, ვართ ბევრნი და დაინახონ მათ და ეშინოდეთ მათ, რომ ვერ გამოხშირავენ აი ამ სამ პროტესტს და ვერ ჩააქრონ
ფიქრობენ ვაცხოვროთ ჩვენს რეჟიმში. ესენი ფეხის ყველა ნაბიჯზე გავუწიოთ წინააღმდეგობა. ფეხის ყველა ნაბიჯზე. ნუ შეშინდებით, როცა სოლიდარულები ვართ, ვერავის ვერ დაზჯიან. კიდევ ერთიც არის სათქმელი, რომ იურიდიული კომპანიების გაერთიანებამ ასევე თქვა, რომ თუ კი ვინმე ხვალინდელი გაფიცვის გამო, ამ გამრავლებელი გაფიცვის გამო რამე პრობლემები შეექმნება, ისინი სთავაზობენ უფასო იურიდიულ დახმარებას. თუმცა მე მივმართავ დამსაქმებლებსაც, როგორც გუშინ ვახლდი ლიკას ანდრო ჭიჭინაძის დედას და იქ მიმართა მან დიდ დამსაქმებლებს, ორივე ბანკის შეფებს მიმართა პირდაპირ, არ დასაჯოთო და მიიღო პირობა, რომ არავის არ დავსჯით და ახლა გადამოწმდება მათი მოცემული ეს პირობა, ანუ ბანკის თანამშრომლები ფაქტობრივად არიან თავისუფლები, რომ ხვალ შეუერთდნენ ამ გაფიცვას და გამოვიდნენ თავისი ბანკების წინ და შეუერთდნენ მთელ საზოგადოებას, რომელიც სამსახურების წინ ქუჩაში იქნება გამოსული, რომ დავფიქსირდეთ, დავინახოთ, რამდენად დიდი ძალა ვართ ჩვენ და რომ ჩვენი ჩაგვრა არ შეიძლება. ასევე მივმართავ სხვა დამსაქმებლებსაც, ზუსტად იგივე გააკეთეთ თქვენ. 3 საათით ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ 3 საათით ქვეყანა გაძლიერდება, იმდენად გაძლიერდება, რომ აღარ გაგვიბედონ ესე სათითაოდ ადამიანების უსამართლოდ დაჭერა. მართლა ყველაზე აქტიური ადამიანების, რომლებიც იდეალებისთვის იბრძვიან, მათი დაჭერა ყველას დაგვამონებს. ხო და არ შეიძლება, არ უნდა გავუტაროთ, ხვალაც არ უნდა გავუტაროთ, ზეგაც არ უნდა გავუტაროთ, ვაცხოვროთ ჩვენს რეჟიმში. ეს რეჟიმი ვიმუშაოთ იმაზე, რომ მთავარი საფიქრალი იყოს ეს ქვეყანა, მთავარი საფიქრალი იყოს წესრიგი და კანონიერება ამ სახელმწიფოში და მივიღოთ ის სახელმწიფო, რომელსაც ვიმსახურებ, სადაც ძალაზე უფრო დიდი ძალა არის სამართალი და მივიღოთ ეს ჩვენ ამის მიღება შეგვიძლია და ხვალ იქნება ერთ-ერთი ასეთი ჟესტი ამის დემონსტრირება, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, სოლიდარულები ვართ და შესაბამისად ვერ წაგვაქცევენ. სოლიდარობა არის გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სოლიდარობის დღე შედგება ხვალ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. უკან დახევა წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. თუ გვინდა რომ ჩვენ ვიცხოვრობთ ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და იმათ დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ და დღეს მარშზე გიხილავთ დარწმუნებული. მადლობა. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავახთ და რეკლამის შემდეგ დათო სამნიაშვილთან ერთად დავბრუნდებით სამეცნიერო ამბებით, ამიტომ დაგვალოთ.